მეუღლებო და ბატონებო, მიესალმეთ. ანრი ჯოხაძე. სანამ მშვიდობისა! ყველა მიცი დღეს პარასკევია, აქ იმედია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერშია ყველაზე გასართობი, ყველაზე სახალხო, ყველაზე მუსიკალური შოუ. ეთამაშე შაზამ! მე ანრი ჯოხაძე ვარ, ეს კი შაზამ ასისტენტი, შვენიერი ჩემი ვარდისფერი სიყვარული, ანანო სხილაძე. როგორ გძნობთ თავს? ან იცი რა მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ვისაც ჩვენს გადაცემაში უნდა დასწრება, უნდა მოგწერონ Facebook-სა თუ Instagram-ზე და ჩვენთან ერთად გაატაროთ ერთი შაზამური დღე. ასევე ვისაც სურს აი ამ ტრიბუნებთან დადგეს და ითამაშოს შაზამთან 25,000 ლარზე, ასევე შეუძლია მოგწეროს Facebook-ის და Instagram-ის საშუალებით. ჩვენი კარი ყველასთვის ღია. ახლა ის გადაგჩენია, შენი ასე ვთქვათ, სამეფო ტახტრევანი დაიკავო და წარმოგიდგინოთ ჩვენი მონაწილეები. პირველი წყვილი მეგობრები, ანდრია ციკლაური და ნოდო ორდენიძე. მათი კონკურენტი წყვილი, ასევე მეგობრები, ლევან ჟღენტი და ლადო მეტრეველი, თქვენი აპლოდისმენტები. მოგესალმებით. რაღაც პატრიარქატის სუნი მცემს. გოგოები სად არიან? და მინდა წარმოგიდგინოთ მესამე გუნდი, ასევე უახლოესი მეგობრები, გოგოები, ხო და ეგრე. მოცეკვავეები, ანასტასია ნასარიძე და ნინი ბიბილეიშვილი. აუ, თან როგორი მოცეკვავეები, ლამაზები. ცეკვაცეკვით, რატო არ შემოხვდები? მოგიზადებ. რომელ მიმართულებას მე აი ესე უნდა გამოსულიყავით ერთი წამ. აი პირდა, მოდით ჩემთან ერთად თავიდან აპლოდისმენტები. ხო იცი, ჩემი სუსტი წერტილია ცეკვა. მოდი იმის ცეკვავენ ვარსკვლავების იმით. რამ პამ 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 რამ პამ 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 რამ პამ 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 ჰოპა დანდარამ პამ პამ კი გამომდის ცეკვა, რა ვიცი. მომიცი ხა მეორე ხელი აქედან. ბრავო. ბრავო. აბა რატო გამომაგდეს პირველი ტური? არ ვიცი. შენი რაც ცეკვავს? წინაზე ბალეტიც იცეკვე და რა ვიცი. ბალეტიც ჩემი სუსტი წერტილია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შაზამის სტუდიაში. მაშასე შოუ ეთამაშე შაზამს ერთად დაიწყო. წარმატებები მოდით აღარ. ანანო, გაგვაცანი რა ეღირება თითოეული გაჟღერებული სიმღერა პირველ რაუნდში? პირველ რაუნდში თითოეული სიმღერის საფასური 100 ლარია. აქვე პირველი სიმღერის კატეგორიაც ხოლო გაგვაცანი. პირველი სიმღერის კატეგორია არის ქართული ჰიტი. ქართული მიყვარს ყველაფერი ქართული. აბა, იმედია ქართულებში კარგად ვართ 6-ვე, ხო? მოვემზადეთ? აუ, აქვე მოსაიყო. საქართველოა. გამოიღე სიტყვი აქ არის საქართველოა გაფიქსირდა პასუხები და ვნახოთ გზავრების ამ მეგა ჰიტს სინამდვილეში რა ქვია. ყურადღება ეკრანზე. რა თქმა უნდა, საქართველოა. და ვნახოთ ჩვენმა მონაწილეებმა იმედია გასცეს სწორი პასუხი. ხოლო ბიჭების გუნდებმა, გოგონებო, თქვენ საკადახე მექანიკური შეცდომა იყო ამ შემთხვევაში. ხვდები რაც მოხდა. მაინც გავამხნევოთ გოგოები და ვნახოთ ბიჭებს შორის რომელმა გუნდმა დაიმსახურა პირველი 100 ლარი მათ ანგარიშზე. ლევანი და ლადი პირველ 100 ლარს ირიცხავენ ანგარიშზე და მეორე სიმღერის კატეგორია და იქვე სწორწნე ხელი და გაუშვი. მეორე სიმღერის კატეგორია არის 2000-იანები. 2000-იანები.
კვირას აპირებ, კვირას დაჭირე? დაჭირე. ერთმანეთს უყურებთ გაოგნებული სახეები. არიცით? მივიღეთ პასუხები და ვნახოთ შაზამ გვითხარი რა ქვია თიკა ფაცაციას ამ ჰიტს. კვირას აპირებ. საინტერესოა რომელმა გუნდმა გაიხსენა ამ სიმღერის სწორი სახელწოდება. შოკირებული სახეები რა გვაქვს? მაგრამ ყურადღებისთვის ეს იყო შოუ ეთამაშე შაზამს. მე ვტოვებ სტუდიას და მივდივარ თიკა ფაცაციასთან ფინჯან ყავაზე. რა იყო ახლა ეს? ვერ გაიხსენეთ კვირას აპირებ, ყველაფერს გეტყვი. ყავით მაგ პერიოდში და შეიძლება და როგორ? მაგ პერიოდში ახალი დაბადებულები ვიყავით და შეიძლება და რა ვცოდნა და ამიტომ მგონი გვეპატიება ხო? თქვენ ყველაფერი გეპატიებათ ისეც ეყვავთ. ეს ერთი. აი თორე. მოდი დავიწყოთ რამდენი წელია ცეკვავთ? 10 მე-11 წელი. ან პროფესიონალი ხარ, ხო? როგორ წლები? 10 წლიანი სტაჟი სერიოზული ამბავია. ესე გამოვიდა. სად დამეგობრდით? ცეკვაზე. კონკურსზე გავიწყდი. ჩა და ხო შენ დაქალი უნდა გახდე. აი ზუსტად ვიყავით პირველი კონკურსში და ვიყავით კონკურენტები და ისე გავიცანით ერთმანეთს. კი, აი მართლაც ეყვისას გავიცანით, აი პარკეტზე რო აი მაშინ ვინ მოიგო, მოიცა, მაშინ ვინ მოიგო. იცი რა, მგონი არც ერთ არ მოგვიგია, მაგრამ ახლო ადგილებზე გავედით. ხო. მესამე მეოთხე რაღაცა იმ. ხო, რაღაცა. ანუ შვენიერი, შეხედე. ვაუ. მე წარმატებები მე გოგოებისკენ ვარ ბიჭი. ჩვენ გოგოებისკენ. ანანო გამზადე მესამე სიმღერა პირველი რაუნდიდან. მესამე სიმღერის კატეგორია არის მსოფლიო ჰიტი. აბა მსოფლიო ჰიტი რას გვამცნობს? Don't you need me like I need you now? მივიღეთ დაფიქსირდა პასუხები და ვნახოთ ამ მსოფლიო ჰიტის ზუსტი სახელწოდება. Rose and Bruno Mars. დაწერილი ქონა უკვე ორჯერ. მოდი აბა თქვენ გეწოდინებათ ამ სიმღერაზე ცეკვა. აბა ჩვენმა მონაწილებმა რა პასუხები დაგვიფიქსირეს? მხოლოდ ორმა წყვილმა ლევანი და ლადი ამ შემთხვევაში ისვენებენ და ვნახოთ ორ შორის ვის ეკუთვნის მომდევნო 100 ლარი. ვინ დაიმსახურა სისწრაფის გამო. ბრავო, არც გამიკვირდა. აი გლავა. 100 ლარი უკვე არის ანდრია და ნოდო. გისურვებთ მეოთხე სიმღერაში წარმატებას. ანანუ გვამცნე რომელი კატეგორიიდან გააჟღერებ შემდეგ ჰიტს. ქალაქური ფოლკი. აბა. გაგვა ქალაქურე. რატო შეგეშინდათ კატეგორია რომ გაიგეთ? პირიქით ბიჭებს გაუხარდათ. გოგოებო თქვენ? დიდად არესია ანასტასია. კარგი, შემდეგში იმედია შაკირები იქნება. გადააჭირე ანანუ. მინდორ თელი ქართლი შევაჯე. არ ვიცი. რივით შენსგან მომევნიავსა. ვერ გიპოვნე სიყვარული. მე მგონი. მხოლოდ ერთხელ და ნახოთ ნუნუ გაბუნიას ამ ლეგენდარული სიმღერის ზუსტი სახელწოდება. მე კი ვიცი, მაგრამ აბა რა თქმა უნდა გამახარე დათნო სირბილაძე და შვიდკაცა შესრულებით. მოდავაჭირო. არა, ჩვენ დავაჭირო. იქა შენი მარგალიტი მოგდეს. გამახარე მხოლოდ გამახარე აღარდა შენი მოგდეს. როცა მოგეგუზე წრემლი გამახარე იქა შენი მარგალიტი მოგდეს. და ვნახოთ ვის შეამკობს
მარგალიტი ამ სტუდიაში რომელ გუნდს ბიჭებს ასეც ვიცოდი გოგონებო თქვენ მხოლოდ ერთხელ გამახარე არ გინდოდათ ეს მხოლოდ ერთხელ გამახარე უნდა დაგეტოვებინათ გოგონები ყოველთვის იმსახურებენ გახარებას და არა მხოლოდ ერთხელ ახლა ვნახოთ ბიჭებს შორის რომელმა გუნდმა დაიმსახურა გამარჯვება და პირველი რაუნდის ბოლო 100 ლარი მიდის ანდრიასთან და ნოდოსთან ესე იგი თქვენ ისე კარგად მღეროდით მოყევით რატომ მღერით ასე კარგად საიდან დავიწყოთ ნოდო მომღერალია ხო და მე ვიცი რომ მომღერალია და მინდა რომ მოყვე თავად მოკლედ დავიწყებთ იქიდან რომ რუსთაველი მომღერლების ქალაქია ასე რომ ვთქვათ მივესალმებით რუსთავს ანსამბლ დროშიონის ანსამბლ ბარაკონის ანსამბლ ბეთანიის და ტრიო რუსთავის წევრი ღმერთო აი რეზიუმე ბრავო რამდენი წელია მღერი დაბადებიდან ალბათ აი რას ნიშნავს ღმერთმა რო დაგაბერდა ნიჭი შენ ხარ არტ დიზაინერი კი ბატონო გრაფიკული დიზაინერი ვარ მე და ნოდო დიდი ხნის მეგობრები ვართ სიმღერა მიყვარს მაგრამ არ მღერი მინდა აჰა დიდი მეგობრობის დამადასტურებელი ფოტო ნამდვილად ერთმანეთი რატო შეარჩიეთ გავიგე მეგობარი მუსიკოსია მომღერალია ერკვევა ორივენი მელომანები ვართ ძალიან გვიყვარს მუსიკა ძალიან ახლო მეგობრები ვართ და რავი ჩვენ მე მგონი კაი დუეტი ვიქნებით ამ გადაცემაში აჰა წარმატებები ვუსურვოთ მე კი ვაჯამებ პირველ რაუნდს ესე იგი რა კარგი გადავდივართ მეორე რაუნდში სამივე გუნდს სამივე წყვილს აქვს 100 ლარი ჯერ მოკრძალებულად არიან არავინ არ ლიდერობს და ჩვენ 100 ლარი ხელში მივექანებით მეორე რაუნდში გადავედით მეორე რაუნდში და მე გაგაცნობთ მეორე რაუნდის წესებს მეორე რაუნდში ეკრანზე გამოჩნდება ორი სავარაუდო კატეგორია და თქვენ ხმათა უმრავლესობით უნდა გადაწყვიტოთ რომელი კატეგორიიდან გაჟღერდება შემდეგი 4 სიმღერა და მანამდე ანანუ გვეტყვის რა ეღირება ყოველი გაჟღერებული სიმღერა მეორე რაუნდში თითოეული სიმღერის საფასური 150 ლარია პუბლიკამ უკვე ზეპირად იცის ყოველი სიმღერის ფასი და ახლა გაგვიზიარე ის სავარაუდო ორი კატეგორია პირველი კატეგორია არის გაზაფხული, ხოლო მეორე არის ზაფხული. როგორი რთული კატეგორიები მოგიმზადე გაზაფხული, ზაფხული. მზად ვართ? ავირჩიოთ, მოდი გოგონებისგან დავიწყებ. პირველი თქვენ დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. გაზაფხული თუ ზაფხული? ავირჩიოთ გაზაფხული. გაზაფხული. ლევანი და ლადი გაზაფხული ამ შემთხვევაში უკვე ხმათა უმრავლესობით ფიქსირდება კატეგორია გაზაფხული მაგრამ მაინც ანდრია ჩვენ გაზაფხული რა თქმა უნდა ზედა როგორი გაზაფხულა ხალხი ყავს უმრავლესად რა კარგია მას შანსე მეორე რაუნდის კატეგორია გაზაფხული ანანო გაზაფხულის მერცხალი ხარსულის სინაზე სიყვარულით მომღერალი ყოველ ენაზე ევედია მოვახერხა ავისტოზე არ მემღერება ასისაზე ადამიანსა მომიერთები შინაზე მოდი გაზაფხულო მოდი სიყვარულო უჩაგვარაშინებულო მოდი გინარერა მოდი გაზაფხულო მოდი სიყვარულო მივიღეთ პასუხები და ახლა შაზამი გვეტყვის ამ სიმღერის ზუსტ სახელწოდებას მოდი გაზაფხულო ანსამბლი ალილო შესრულებით ისე მღეროდით რომ სულ დამავიწყდა შაზამთან რომ დასადასტურებელი იყო სიმღერის სახელწოდება და ვნახოთ რა პასუხები აარჩიეს ჩვენმა მონაწილეებმა ვის გაუმართლა ლევანი და ლადი გაზაფხულის მერცხალს აედევნენ. ხოლოდ ორმა გუნდმა გასცა სწორი პასუხი და ვნახოთ რომელი მათგანი იმსახურებს 150 ლარიან ჩათვლას.
არ მჯერა. ყოჩა. აი დასცეს გოგოებმა პატრიარქატი ამ სტუდიაში, ყოჩა. ეს ის სიმღერა იყო, რომ ბიჭებს უნდა გამოეცინოს. გამოვიცანეთ, მაგრამ ვერ. მაშა ასე მეორე სიმღერა კატეგორიიდან გაზაფხული. გაზაფხულო, რა კარგი ხარ, რა კარგი. რაღაც გაუგებრობა გოგოებს. ბიჭები ცოტა მშვიდად არიან, ნახოთ რა ქვია ამ სიმღერას. მე მგონი ეგა. Here comes the sun. ლეგენდარული ბიტლზის სიმღერა. ანანო ისე გაერთო. ნახოთ ვინ დააფიქსირა სწორი პასუხი. რუსთავში გამოუჩვი. რუსთავში. Baime. ასეთი არ არის. რანაირად? როგორ არიცით ეს სიმღერა? ერთი ასო იყო უბრალოდ შეცდომით მაგიტო. სიჩქარის ბრალია. არა, კიდევ კარგი, ახლა ჯონ ლენონი არ უყურებს ამას და ვერც ნახავს. რამდენი დამთხვევა, ესე იგი რაღაცა ხდება, ნუ. იცით რა. წერანაც სპრე იყო, ეხლაც სპრე არის. და ისიც מחარებს, რომ ჯორჯ ჰარისონი არ მოусმენს და არ ნახავს ამ გადაცემას. მე დავრჩი გაზაფხულივით გაღიმებული. თუმცა რა, შაზამი იტოვებს ამ 150 ლარს. ლევანი და ლადი, მოვდივარ თქვენთან, რაღაცა მინდა რომ გამოვიდე ამ სტრესიდან. მართლა ესეთი დარჩი. ლევანი და ლადი არიან მომღერლები, ჩემი კოლეგები. ჯერ დავიწყოთ სადმღერით. მღერი ტრიო ვარასში. ქალაქურისა რამდენი წელია ეს რა გამოცდილებას გულისხმობს? 44. მოიცა 44 წელია, 4 წლის ვიყავი მართვეში მიმიყვანეს და. ჩემნაირი, მე 4 წლიდან მღერი. ხო, მე ჯერ 44 არ იმას 1 წელიწადში მეც ვიტყვი რომ 44 წელია მღერი. აბა როგორ ძმაო. მაგარია. ერთმანეთი რა პრინციპით აარჩიეთ? აი ბიჭი, ჩემთვის. კაი ბიჭი. იცის ბევრი უცხოვრები, მე უცხოვრებში თვალთ ვერა ვარ კარგად. ეს უფრო უცხოვრებში და ანუ ყოველდღიური შეხება. ქართულები და უცხოვრები. მაგრამ აქ რა დაგვემართა უცხოვრში? ცოტა ჩავიჭერი. ცოტა ჩავო, ცოტა. პატარა თქვენ ასევე მეგობრობის დამადასტურებელი ფოტოები. ჩვენ მეგობრებიც გავაპიარეთ. კი ბატონო. ძალიან კარგი წარმატება მინდა გისურვოთ. უცხოვრებში მე არ მინდა რომ აქაც წინა თამაშებზე აქ მეგობრობა მთავრდებოდა, ხო იცი? მაგ პრინციპით მოსული მეგობრები ყავდა და ერთი რომ უცხოვრის იმედზე იყო, მეორე ქართულის და დახოცეს ერთმანეთს და მე ჩვენ ვარიგებდით ნეკი-ნეკი საქონდა გაჩაღებული, ამიტომ არ გისურვებთ ამას. იყავით ყურადღებით, რადგან მეორე რაუნდის ბოლოს ვისაც ყველაზე ნაკლები თანხა აღმოაჩნდება ანგარიშზე დატოვებს შაზამის სტუდიას. ანანო, შემდეგი სიმღერის დრო დგება და გთხოვ ისევ დაგვიბრუნო გაზაფხული. ოღონდ წარმატებით. არა, ეს არის. მივიღეთ პასუხები შაზამ, გაიღე და გვითხარი ამ გენიალური სიმღერის ზუსტი სახელწოდება. გაზაფხულის დუეტი, ლეგენდარული ნანული აბესაძე და სულიკო კოროშინაძე. ირგვლივ თითქოს გელაპდრებიანთია. და ახლა ნახავთ ვინ გაუყვება გაზაფხულის გზებს ან ზამთარს. ლევანი და ლადი მხოლოდ ერთმა გუნდმა ლადი. გასაინტერესოა. სხვათა შორის ძალიან რთული სახელწოდება აქვს ამ სიმღერას და იცოდით? თუ უბრალოდ რაღაცა იღბალთან მე არ უცებ მაგას შევხედე და მეთქი ეს არის თქო და გაზაფხულის დუეტი, ბრავო. საკმაოდ რთულ ამოცანას გაართვეს თავი. ძალიან საინტერესო ანგარიში ფიქსირდება ყველა გამოვიცნო თანაბრად იქნება ყველა. და ახლა ბოლო მეორე რაუნდის მეოთხე გადამწყვეტი სიმღერა
გადაწყვეტს, უღოდ მე ხა ჩემი მათემატიკით ვერ ვეწევი რას წყვეტს, მაგრამ არ ვიცი, ეხლა თუ იქ გამოიცნეს და მათ დაირიცხეს 150 ლარი, მე არ ვიცი, აქ მე მგონი სამივე გადადის შემდეგ რაუნდში. ანანო, მოვემზადეთ. დამოკიდებული ბიჭებო, რა მოხდება? ყურადღებით გადამწყვეტი სიმღერა. ნახოთ. გადაფხული მოვიდა უდავაშენი გაზაფხული აპრილია. ეძახოდი მივიღეთ პასუხები და შაზამ უდამ შენი იქნები ქვია? გითხარი რა ქვია ამ სიმღერას. აპრილი გაზაფხული აპრილი დიდებული მამუკა ჩარკვიანის და ლეგენდარული მაია ჯაბუას შესრულებით არ მითხრათ ერთი წამით და ნახოთ რა პასუხები გასცეს შენმა მოთამაშეებმა. უპრეცედენტო შემთხვევა. ლევანი და ლადი ორმა გუნდმა ბიჭებმა გასცეს დააფიქსირეს სწორი პასუხი. ახლა ყურადღებით. მე მგონი მართლა უპრეცედენტო ამბავთან გვექნება საქმე. ვნახოთ ამ ორი გუნდიდან ვის ეთვლება შემდეგი 150 ლარი. გითხარი! ეს ხდება პირველად. ბრავო! მაგარია! ბრავო! კედს ვიხრი. ახლა ალბათ ჩვენი პროდიუსერები გვეტყვიან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, იმიტომ რომ პირველად ჩვენი შაზამის ისტორიაში დაფიქსირდა მეორე რაუნდში, გადამწყვეტ რაუნდში აბსოლუტურად ერთნაირი ანგარიში. სამივე გუნდს აქვს ანგარიშზე 250 ლარი. როგორ მახარებს? ახლა იმისათვის რომ აი ამ უპრეცედენტო ამბიდან რაღაც შედეგი მივიღოთ, გაჟღერდება ამ კატეგორიიდან კიდევ ერთი დამატებითი სიმღერა. და ყურადღებით დარბას თხოვ ახლა აბსოლუტურ სიჩუმეს, რომ მივცეთ შესაძლებლობა კონცენტრირების ჩვენს მონაწილეებს. ანანო, ჩვენ გელით. აბა ვნახოთ. Talking on the song. მივიღე პასუხები, მაგრამ სამივე გუნდს ისეთ სახე აქვს, მე მგონი ვერც ერთმა ვერ გაარტყა. ნახოთ რა ქვია ამ სიმღერას. ყველა მე გითხარი ყველაზე დიდი ანან ზარის იქნება უცხოურში. ეხლა ნახე. Raindrops keep falling on my head. მე დაგეჭირა. შენ მასწავლე. ახლა კი ნახოთ რა პასუხები დააფიქსირეს ჩვენმა მონაწილეებმა. მხოლოდ ორმა გუნდმა და ნახოთ ვის ეთვლება დამატებითი სიმღერის 150 ლარი. გოგოებს! ბრავო! გამომდინარე იქიდან, მიუხედავად იმისა, რომ თანხა ერთნაირი აქვთ ბიჭების გუნდებს, რომელი გუნდიც ამ შემთხვევაში არასწორი იყო, არასწორად დააფიქსირა სიმღერის სახელწოდება, ამ შემთხვევაში ვემშვიდობებით მათ. დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ, რომ იყავით ჩვენთან და ასევე უპრეცედენტო, ასეთი რაღაცა უჩვეულო ამბის მომწრე გაგხადეთ სამივე გუნდმა. თქვენ განსაკუთრებული მადლობა. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ისინი ჩვენი სტუდიიდან. ჩვენ კი თამაშს ვაგრძელებთ მესამე რაუნდში. გადავედით მესამე რაუნდში, რომელსაც ქვია ანანოს არჩევანი. მესამე რაუნდში თითოეული სიმღერის საფასური 200 ლარია. და გვითხარი
რა ან ვინ არჩიე? დღეს ავარჩიე ყველასთვის ძალიან საყვარელი მიუზიკლი, ქართული მიუზიკლი, ბერის უბნის მელოდია. ბრავო! გამოუშვი პირველი სიმღერა. ცნობის ფურცელი, ცნობის ფურცელი, ცელი ამბების დასლა. ო, როგორ მიყვარს. მივიღეთ პასუხები, ნახოთ რა ქვია ამ სიმღერას ბერის უბნის მელოდიებიდან. რა თქმა უნდა, ცნობის ფურცელი. ბასტა. თუ ამოვიდა ბასტა. რას ნიშნავს, როცა სისხლი ყივის და გიყვარს ყველაფერი ქართული? ნახოთ, რომელი სათაური არჩიეს ჩვენმა მოთამაშეებმა, ჩვენმა წყვილებმა, ყურადღება. ბრავო, ბრავო. და აქვე შაზამი გვეტყვის, ვის ეთვლება პირველი 200 ლარი ბერის უბნის მელოდიებიდან. ანდრია და ნოდო. ოპ. ცნობის ფურცელი, ცნობის რა კარგია. რა ვართ ეს რუსთაველი? კამბექია, კამბექი. შეიცვალა. ბიჭები ლიდერობენ. თუმცა 50 ლარით ჩამორჩებიან ანასტასია და ნინი. ახლა შემდეგი სიმღერის დროა. ანანო, მოამზადეთ თქვენი მშვენიერი მტევანი. გვაფში იხარშება დილაც ერთიერი რევა ბამ ბამ. არა, მე მგონი ეს თქვია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. ჯარისკაც და გენერალ ო, გენიალური ნანი ბრეგვაძე. ნახოთ რა ქვია ამ სიმღერას. მრეცხავის სიმღერა. და აქვე ნახოთ რომელი სახელწოდება დააფიქსირეს მონაწილეებმა. ბრავო! გოგოებს უნდა ჩემი დაქალია მე. მრეცხავის სიმღერა. ნუ, კარგი, ბედის საპნის ბუშტია ბიჭებმა, აი რაღაცა აი ესე ბიჭურად გადაწყვე ბედის საპნის ბუშტია. გოგოებმა იცოდნენ რომ მრეცხავის სიმღერა ერქვა? რეცხვა გიყვართ? არა. სამწუხაროდ. ხო. ვერ მოვიტყუები ნამდვილად. მიყვარს ისეთი გოგოები, რომლებსაც არ უყვართ რეცხვა და კაცებს წინდებს არ უეცხავენ. ბრავო. ყველა კაცმა თვითონ უნდა გარეცხოს წინდა. მაშა ასე, ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ, ბედი არ არის საპნის ბუშტი, დამიჯერეთ. ახლა მესამე შედევრის დრო დადგა ამ მიუზიკლიდან. მესამე შედევრი. ანაბანა ვიყვარს მამაშვილისთანა. აი, მამაში შემოგვიტანა. მონდონი. ანაბანას დავაჭირე. ანაბანა, მამამ შეშა მოგვიტანა. და მივიღეთ პასუხები და ვნახოთ ამ უსაყვარლესის საბავშვო არის ზუსტი სახელწოდება ამ მიუზიკლიდან. რა თქმა უნდა, მე მგონი შენ დამასწარი მე. არა მგონია, არ ვიცი. და მაინტერესებს რა ჩაიძინეს ჩვენმა მონაწილეებმა. ყურადღება ეკრანზე. ანაბანა ისავს მამამ. მოიცა. აი აბსოლუტურად ახლა მე აღმოვაჩინე, რომ აი ჭეშმარიტად მატრიარქალური და ჭეშმარიტად პატრიარქალური გუნდები ეჭიდებიან ერთმანეთს. ახლა უნდა გაგაცნოთ პასუხები. გოგონებმა დააფიქსირეს ანაბანა, ბიჭებმა რა დააფიქსირეს? მამამ შეშა მოგვიტანა. კარგია, კარგი რეფლექსია ეს. მაგრამ გოგოები უკვე საგრძნობლად დაწინაურდნენ. მათ უკვე 800 ლარი აქვს ანგარიშზე. ბიჭები ჯერ ისევ 450 ლარზე არიან, ყველაფერი წინ არის. ეს არ არის გადამწყვეტი ტური, არ ინერვიულოთ. ნახოთ შემდეგი სიმღერა, ვის შეშას მოუტანს, ვის ხორცს მოუტანს და ნახოთ თუ დაიკარგება ქურქი. როგორც ვერისუბანში ვიღაცას ქურქი მოუპარია, ვერისუბანში მოუპარია. ასე შემდეგ.
ანანო. აბა ქურქი მაინც მოვიპაროთ. არ ვინ არ დაიჯერებს ეგ არის ბანკის როცა ჩვენია. გაიგებს საგვასწრეს ვიჭრო. გაგით ერთერასავით ამყვეთ საფრთხოსაც მარიგებს მანამდე პასუხი არ გეწყინო შირიმე უცებ რომ გიღალატო ბანკესა სიმღერა გენიალური რამაშ ხიკვაძის შესრულებით და მე დავინახე ვინ რა პასუხები გასცა და ახლა ვნახოთ შედეგები დიდულობდა ბრავო ოჩა გოგოები და ყველაზე მთავარი ვის ანგარიშზე ირიცხება მეოთხე სიმღერის 200 ლარიანის საფასური ყურადღება ანდრია და ნოდო გილოცავთ ხოჩახ ნამდვილად ჭირდებოდათ მათ ეს წახალისება თუმცა მათ დაიმსახურეს ყოველგვარი წახალისების გარეშე ახლა ვაჯამებ მესამე რაუნდის შედეგებს მატრიარქატი ლიდერობს 800 ლარით და მათ ფეხდაფეხ 650 ლარით პატრიარქატი მოყვება ჩვენ კი გადავდივართ მეოთხე რაუნდში გადავედით მეოთხე რაუნდში, მეოთხე რაუნდის სახელწოდება სიტყვების გარეშე. ვიცით უკვე ეს ამბავი, თქვენ აქ მოისმენთ მხოლოდ ინსტრუმენტალს, მხოლოდ საორკესტრო თანხლებას ყოველგვარი სიტყვისა და ტექსტის გარეშე. ანანუ გაგვაცანი, რა ეღირება მეოთხე რაუნდის კატეგორია. მეოთხე რაუნდის თითოეული სიმღერის საფასური არის 250 ლარი. 250 ლარი. მათ ასე გზადვართ ანანო დაამშვენე შენი ხელით ღილაკი დავედი მალე ხუია თუ მიმინოს სიმღერა ხუია პასუხები ჩაგვაბარეს და გაიხსნას შაზამი და გვითხრას გია ყანჩელის ამ ლეგენდარული სიმღერის სახელწოდება, ზუსტი სახელწოდება, რა თქმა უნდა. მე ვარ ამას დააჭირე შენ. დიდებული გუბაკი კაპიტის შესრულებით. თუ მიუხის მღერი, თუ სევიანო, ბიჭებო, თქვენთან მოვდივარ. ამამღერებს, ორბედების სუნთქვა, დაღაჩოს ფერი. ალბა სიმღერა თუ დამანათლეს ხოდამეს მერი ერთად ჩიტო რიტო ჩიტო მარგარიტო არარარარამ ჩიტო რიტო ჩიტო მარგარიტო ჩიტო გრიტო და ვნახოთ რა პასუხები არჩიეს ჩვენმა მონაწილეებმა მე მჯერა რომ ორივემ სწორი პასუხი დააფიქსირა რა თქმა უნდა, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო და შაზამ გვითხარი, რომელი გუნდი იმსახურებდა თავიანთი სისწრაფით ამ გამარჯვებას. გოგოები! შევთხოვეთ შუაღილაკს დავაჭირეთ და იმიტომ. გვიან დააჭირეთ, ბიჭებო. შუაღილაკს დავაჭირეთ ჯერ და მე იმასთან. შუაღილაკი ჯერ ადრეა. ხო, ვიცი, შეგვიძლია. იქამდე უნდა მიხვიდეთ და დაიმსახუროთ შაზამთან 25000 ლარზე თამაში. მე უნდა შეგახსენოთ, რომ მეოთხე რაუნდი ასევე გადამწყვეტია და რომელ გუნდსაც ყველაზე ნაკლები თანხა აღმოგაჩნდება ანგარიშზე დაგემშვიდობებით ცივი თვალებით. რა ვქნათ, წესები ასეთია. მეტი ყურადღება, მეტი მობილიზება, ანანოს შემდეგი სიმღერა. ბოლო. ფაინე. არ მაპატიებ ჩემი მეგობარი ამას ხვებს. მივიღეთ პასუხები და ვნახოთ სტივანდერის ამ მართლაც გენიალურ სიმღერას რა ქვია და რა სვეტვის შაზამი Isn't she lovely? რა თქმა უნდა დავაჭირეთ. შილოვანი დავაჭირეთ. ყურადღება მონაწილეების პასუხები
თუ აპატიო ჩვენ თავს. შემთხვევა. თუ აპატიო ჩვენ ძალიან თავს. დიდი ბოდიში. თუ აპატიო ჩვენ ჩემი თავს. საყვარელი შემსრულებელია არა და მაგრამ რა lonely. რა lonely. თვალი გაიქცა. სამწუხაროა, მაგრამ ეს თანხარჩება შაზამთან. ანანო შემდეგი სიმღერა გააჟღერე, რომ გამოვიდეთ ამ მსუბუქის შოკიდან. შენთვის მღერიამდე. დაიჭირე. იქ აირია მონასტერი. აქაც ცუდი ამბები გვაქვს პასუხი ეკრანზე. შენთვის მღერი მე ამდენს გიგა მიქაბერიძის ჰიტი და ნახოთ რატომ ჩამოსტირის ორივე გუნდს სახებ. არასწორია, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გაქვთ სატირლად საქმე. უკვე ზედიზედ ორი სიმღერა გამაზეთ. რა არის ეს? ეჰეი ბიჭებო, მან რა პასუხია ეგ? მე არ მასვენებ. არა, გეუნებთ აბსოლუტურად გამოხატული ამბავია. ნახე, გოგოებმა რა პასუხი აირჩიეს? არ მასვენებს შენი ღიმილი. ვისი ღიმილი არ გასვენებთ? ეს სხვა შორის პირველი შემთხვევა, როდესაც ზედიზედ ორი სიმღერა პირდაპირ ასე ჩავარდა რა და შაზამმა დაიტოვა ფული. ბოლო გადამწყვეტი სიმღერის დროა და ამის შემდეგ მე ერთ-ერთი გუნდისთვის არასასიამოვნო ინფორმაციას გავაჟღერებ. ანანო, გისმენთ. მზად ხართ? გავიდა. ამით ჩვენ კარი გავიჯახუნეთ ამ გადაცემით. პასუხები მიღებულია და შაზამს თხოვ ჯონ ლენონის ამ გენიალური სიმღერის ზუსტი სახელწოდება დაგვიფიქსიროს. Imagine, რა თქმა უნდა. და რა ჩაიდინეს უკვე აღარ ვიცი, მგონია რომ კიდე უნდა გაწითლდეს. ყურადღება ეკრანზე ჩვენი მონაწილეების პასუხები. ორივე გუნდმა დააფიქსირა სწორი პასუხი და ახლა ნახავთ გადამწყვეტი სიმღერის შედეგებს, ვის დარჩება მოგება. ბიჭებს, ბრავო! წამის მიასედით დაასწრეს ბიჭებმა გოგოებს და დააფიქსირეს სწორი პასუხი, თუმცა მათ არ ყოფნით მათ ანგარიშზე არსებული თანხა იმისათვის, რომ ფინალში გადავიდნენ და სამწუხაროდ ჩვენ ვემშვიდობებით და მადლობას ვუხდით არაჩვეულებრივი თამაშისთვის. წარმატებებს გისურვებთ. ისინი სტუდიას ტოვებენ თანხის ნახევრით, ასე რომ ხელცარიელები არ მიდიან, ასევე გავამხნევოთ მოცეკვავე გოგოებს კი ულოცავ ფინალში მეხუთე რაუნდში გადასვლას. ჩვენ კი სულ მალე ისევ იმედზე, ისევ ამ შოუში, ამ სტუდიაში დაგიბრუნდებით. წარმატებები ვუსურვოთ მოცეკვავე გოგონებს. გაჩერე. რიტმს კარნახოთ. არა. პასუხი რამე დააფიქსირეთ. მასე დავბრუნდით შაზამის სტუდიაში, სადაც ჩვენ გვყავს გოგოების ფინალისტები. ანასტასია და ნინი, ბრავო, გილოცავთ. იმიტომ რომ ეს ის შემთხვევა იყო, თითქოს არც ველოდი. იქ პატრიარქატი ძალიან ამბავში იყო. ხომ ეთანხმებით, მაგრამ მატრიარქატი გადავიდა ფინალში. მეხუთე რაუნდის წესები. გითხარი რა იღირება მეხუთე რაუნდში გაჟღერებული თითოეული სიმღერა? მეხუთე რაუნდში თითოეული სიმღერის საფასური უკვე 300 ლარია. თქვენ ანგარიშზე ახლა გაქვთ 1050 ლარი.
თუ თქვენ შეძლებთ მეხუთე რაუნდში 4-ვე სიმღერის ზუსტი სახელწოდების დასახელებას, თქვენ სუპერფინალში შანსი გეძლევათ ეთამაშოთ შაზამს 25,000 ლარზე. მაგრამ წინსწრებით სიხარული არ ვარგა, თუ თქვენ ვერ გაართვით ამ ამოცანას თავი, საკმარისია თუნდაც ერთ სიმღერაზე დაგვიფიქსიროთ ზუსტი სახელწოდება, თქვენ გეძლევათ შაზამთან სუპერფინალში თანხის გაორმაგების შანსი. ახლა ანანუ გვეტყვის, რა იქნება მეხუთე რაუნდის პირველი სიმღერის კატეგორია. მეხუთე რაუნდის პირველი სიმღერის კატეგორია არის ქართული როკი. ყურადღება ეკრანზე. მზად ვართ? მე მზად ვარ, თქვენ? შეძლებს თქვენ. აბა, მოვამზადეთ ჩა-ჩა-ჩა. რუმბა, სამბა, რაც გინდათ, წარმატებები ვუსურვოთ. მოცეკვავე გოგონებს და პირველი სიმღერა, ანანო. მე მართავს გამერ რომელსაც ლათენებს შევხვი. გაჩერე. წარმოდგენა არ მაქვს გონი პირველად მოვისმინეს. რიტმს კარნახო. არც მე არ ვიცი. არა. არა და ვარიანტი არ მაქვს. პასუხი. რამე დიბიტორი. არა, წარმოდგენა არ მაქვს. რამე პასუხი რამე დააფიქსირეთ. დიმპიტაური. დავაფიქსირო? კი. ყურადღება ეკრანზე. არ მჯერა. თვითონაც შოქში არიან. ტემპი მაინც გიკარნახე რაღაცა და აბა გამოდი ხა. დიმპიტაური. მედი ახლა ის. აი ხა ვირცი ხარ იცექო, წამოდი. აი ესეთი სასწაულებიც ხდება. სერიოზული დღეა. და მივულოცოთ, მათ მოიპოვეს შანსი თანხის გაორმაგების. დავძაბეთ გონება და ანანო შემდეგი სიმღერა გაგვანდე ჯერ რომელი კატეგორიიდან იქნება და შემდეგ გავუშვი. მეორე სიმღერის კატეგორია არის პოპ დივა. პოპ დივა. აჰა, ახლა იმედია აქ არ ჩავიჭრებით. პოპ დივებში როგორ ვართ ისე? გონი კარგად. ამას ნახ დიმპიტაურში მთლად კარგად ვერ ვიყავით, მაგრამ ახლა ვნახავთ. ანანო, გააჟღერე პოპ დივა. ნეტა რომელი იქნება? გააჩერე. სიმღერის სახელწოდება. Wait for. როგორ თქვით? Waiting for love. Wait for love or to wait for? Wait for love. Okay. კარგით, სწორი პასუხი ეკრანზე. ეხლა თუ გაარტყეს. იღბლიანი გოგოები არიან სხვათვის. დღეს რაღაც კარგი მოწევარ. კარგი. არ ვიცი. ველოდებით. არა. Taylor Swift იყო ხო თქვი? არა და ვიცოდით ეს სიმღერა, რაღაცა ნაწილი იყო, რომ ვერ რაც ამაშია საქმე, რომ ზუსტი სახელწოდება არ იცოდით. Taylor Swift-ი კი იცოდით, მაგრამ აი სახელი არ ვიცოდი. ხედავთ ისევ დიმპიტაურის ამარა დარჩით. ისევ დიმპიტაური ჯობდანი. კი. ან რაღაცა უცნობი მომენტი იყო, რომ ვერ იმუშავა, იმიტომ რომ დიმპიტაურის იმედზე იყავით Taylor Swift-თან და Taylor Swift-მა არ იცით დიმპიტაური რა არის. ნამდვილად. რომ ჭეშმარიტად ქართული მოვლენაა, ჩვენ ახლა მესამე სიმღერის გაჟღერების დრო დაგვიდგა და შეეცადეთ რომ რაც უფრო მეტ თანხას დააგროვებთ, იმ გაორმაგებაზე უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება გექნებათ. ანანო, გაგვაცანი შემდეგი კატეგორია. შემდეგი სიმღერის კატეგორია არის დისკო. აბა Darčevi marto, wიღაც გაგათბობს მე
გააჩერებ. რაღაცნაირი დისკო იყო. ხო, რაღაცნაირი ქართული დისკო იყო. რაღაც გაგათბობს იყო და. დარჩები მარტო გაგათბობს. ჩემი სიმღერის ზუსტი სახელწოდება. მე ვიცი ვიხსენებ სწორად მე მგონი ამ სიმღერის სახელს. რაღაცა გაგათბობს არის მე მგონი. აბა დარჩები მარტო იწყებოდა და გაგათბობს. რაღაც ჩემი სიყვარული გაგათბობს იყოს. როგორ? სიყვარული გაგათბობს იყოს ესე. სიყვარული გაგათბობს. აი ეს იყოს ჩვენ ვარიანტი. შაზამ აჩვენე რომ არ არის. რომ სიყვარული მათ არ გაათბობს ამ სიმღერაში. ზაფხულის ღამე. ზეიდეგი ანასტასია. სწორად ჩაიჭიდე, გახსოვდა. ნეკასების კვერაძის ჰიტი და მეხუთე რაუნდის ბოლო სიმღერის გაჟღერების დროა. მანამდე კი ანანო გვეტყვის რა კატეგორია შემოგთავაზე მეოთხე სიმღერისთვის. შემდეგი სიმღერის კატეგორია არის მსოფლიო ლეგენდა. ეს მე მგონი ტასომ უნდა. ხასიათზე მოვიდნენ. რაღაც სახელი ხასიათზე მოვიდნენ. სიმღერაც ესე გომეწონა. ანანო, აბა მსოფლიო ლეგენდა აგვიჟღერე. Say a little prayer for you. Say a little prayer. For მოიცა Say a little prayer for ერთი პასუხი, აბა გაიხსენეთ. სიმშვიდე Say a little prayer. გაძლევთ ცოტა მეტ დროს, შანსად Say a little prayer. Say a little prayer. დააფიქსირეთ საბოლოო პასუხი და Say a little prayer. კი ბატონო, შაზამ გითხარი, რა ქვია არეტა ფრანკლინის ამ საკულტო სიმღერას, რომელიც არაერთხელ დაკავერდა ასევე მსოფლიო ლეგენდების მიერ. გეუბნები, შაზამი გვაწვალებს ჩვენ რაღაც. გვანეროიულებს. შაზამი გაგვექცა. შაზამ დაგვიბრუნდით ხო? აი, არისო მაგ სიმღერაში. რა ახლოს იყავით, რა არისო და რომ სათავში იყო ვაფშე. არც ვერ მახსოვდა. აი ესე რომ And ever can save my heart again. We love you forever and ever can save my heart again. სამწუხაროდ ვერ დააფიქსირეთ ზუსტი სახელწოდება, თუმცა ახლოს იყავით. აი, ნახეთ, ამაშია მთელი შაზამის ხიბლიც, ინტრიგაც, რომ აი ერთი ასობგერა ამოგდებული იყო თქვენთან და სწორედ ამან გადაწყვიტა წაგება. თუმცა ისინი წაგებულები არ არიან, მათ ეძლევათ ახლა სუპერფინალში არსებული თანხის 1350 ლარის გაორმაგების შანსი. ახლა მე აგიხსნით სუპერფინალის წესებს. ახლა თქვენ გაქვთ 1350 ლარი. თუ თქვენ იმ ერთი სიმღერის ზუსტ სახელწოდებას დააფიქსირებთ, რომელსაც ანანუ გააჟღერებს სუპერფინალში, თქვენი თანხა გაორმაგდება და გახდება 2700 ლარი. მაგრამ თუ თქვენ ვერ გამოიცნობთ, მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი თანხა განახევდება და სტუდიას დატოვებთ 675 ლარით. აქვე შეგახსენებთ, რომ სუპერფინალს თამაშობს მხოლოდ ერთ-ერთი თქვენგანი. გაძლევთ დროს, მოილაპარაკეთ, თუმცა ესეთ მსუბუქ შანსს მოგცემთ იმ თვალსაზრისით, რომ ანანო გვეტყვის რა კატეგორიიდან გაჟღერდება სუპერფინალის სიმღერა. სუპერფინალის სიმღერის კატეგორია იქნება სოლო შემსრულებელი. სოლო შემსრულებელი, ისეთი აბსტრაქტულია, მაგრამ მაინც ზოგადი, კი. მაგრამ მაინც არის. დახმარების მაგვარი. კი ბატონო, ჩვენ ახლა გაძლევთ დროს, მოილაპარაკეთ, მოითათბირეთ, ისე რომ მეგობრობა არ დაკარგოთ და დობა არ დამიკარგოთ ამ სტუდიაში. მიიღეთ გადაწყვეტილება, თამაშობთ თუ არა სუპერ
ფინალს. გვიდა თუ გვიდა. გვინდა. მე მგონია რომ ბედი რო შევხარესია, არ უნდა გამოსცადო ბევრჯერ. ახლა ძალიან ბევრჯერ იყო ჩვენ მხარეზე და ეხლა რო გამოსცადო. ალბათ. მაგური არ დავჭო. ვამხნევებთ დარბაზი. თუ გავუსკოთ. არ ვიცი მეც მაშინია. გონი ამ დღეს დროს ჯობია საკმარისად კარგად იმდენი წავედით. ენერგია და ემოცია დავხარჯო რომ მინდა რომ კარგ ნოტაზე დავასრულოთ და კი. ამ ეტაპზე დავამთავროთ. ვეთანხმები. სიჩუმე დარბაზში თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება. წავედით. დავასრულოთ. კი, დავასრულოთ. წყვეთ თამაში. კი ბატონო, მათი გადაწყვეტილებით ისინი აქ ასრულებენ თამაშს და ისინი სტუდიას პოვებენ 1350 ლარით. მოდით ჩვენთან მიულოცოთ მაინც გამარჯვებულები გადიან, აი შაზამს დაუსვენ ხელი და გილოცავთ სიკეთეში მოიხმარეთ ეს თანხა, ჩვენ კი გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე.